უნდა გადამეხადოთ. მადლობა. ხო მოგესალმებით, ბოდიშით ვერ გესწრებოდით, ეხლა ცოტა გვიან შემოვედი. შემიძლია ჩასულიყო თბილისში, რაღაც პრობლემები მქონდა, ზუსტად ეხლა თქვენ რასაც საუბრობდით ყველაფერი. მართლაც არა მარტო ბატონეზო საქართველოში, მე ამას ვაკვირდები უკვე კაიხანია, ხო? კოვიდმა დაადასტურა ბატონეზოესა და საერთოდ ბიბლია გვიდასტურებს ამას, რომ უკვე ძალაუფლება გადაეცა ძალიან არალოგიკურ, ესე თქვათ, რაღაცა მოვლენებს, ხო, დავათხოთ, რომ ამის ახსნა გარდა, აი და მე მაწყნარებს და მაგი მამშვიდეს, რომ ბიბლია გვაძლევს ჩვენ ამის სიმშვიდეს და სიწყნარეს და ის რომ ჩვენ ახლა ლოგიკურად ჩაუჯდეთ რაღაცები ახსნათ, ნახეთ, აი ვინ ელოდებოდა ახლა ტრამპის ესეთ სულობებს და კანადაში როგორ დავრწმუნდით არა, რომ ყველაფერი მიდის ინტერესებზე. ესე იგი, ვინც სახელმწიფოს ინტერესს და კონკრეტულად ახლა კანადის ინტერესს, ვინც ამას ყოველთვის ერთგულად უდგება, ის დარჩება. აი ნახეთ რა დაემართა ამ კრისტინა ფრილენს, ხო? ვინც არ იცის, მე ადრეც ვახსენე, ხო, ეს პიროვნება იყო, თითქმის ჯვარდაწერილი იყო ჩვენ პრემიერ-მინისტრზე და ამისი გავლენა იყო არანორმალური უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. უცებ ნახეთ, უცებ იცვლება სიტუაციები და ტრუდო თავის გადარჩენას ცდილობს და უკვე იქ აღარავინ აღარ არის, ხო იცით ახლა დედაშვილს ხელში არ აიყვანსო, ცოლს გაშორდა და ეხლა ეს ვინ იქნებოდა, რომ არ დაშორებულიყო, ხო? და ესენი ვერ იგებენ, როცა შენ ვიწროდ აზროვნებ, ხო? აი ვიწროდ აზროვნებ და შენი პერსონალური და ამის ბაბუა იყო, ხო, ბანდერას ვიღაცა და ინტერესები და პარლამენტში, კანადის პარლამენტში როგორია ნაცისტ ხალხმა ტაში დაუკრა. ისე რომ ბიურო არ იცოდნენ რა ვინ იყო, გესმით? რომ შემოგიყვანე ბიურო და გადაყვა იმის სპიკერი გადაყვა ხალხო ამას, გესმით? რას გეუბნებით? ესე იგი ვინ ჩააწყობს, ვინ იმას იზავს, მაგრამ საბოლოოდ ყველანი მხილებულები არიან. და ჩვენ ვიცით, როცა შენ დიდ სურათს არ დაკარგავ, აი დიდ სურათი რასაც შეეხება, აი ვინც იცის კარგად და ეს კარგად იცის ელონ მასკა, იცით თუ არა? შეიძლება ბიბლიურად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ეს ხედვა აქვს მაგას. რა არის ხედვა? სამყაროს გაერთიანების, ნაციონალობის ელიმინაციის, გესმით? და ყველანაირად აბსოლუტურად ვისაც ძალა აქვს და იცით ხო, დარვინიზმი ეგ არის, ძლიერმა უნდა აკონტროლოს და ძლიერმა უნდა დაიპყროს. როგორ შეიძლება ახლა აქ ვიღაცის ინტერესები გათვალისწინებული იყოს, რომ ვიღაცას ჩვენ გქონდეს იმედი. იმათ აქ თავის ახლა ტრამპმა განცხადება გააკეთა დღეს, ნახეთ, იმდენი უნდა ამოვიღოთ ბენზინი, რამდენიც არ ამოღებულა ამერიკაში და კეთილინებოს ევროპამ, ჩვენგან იყიდოს ყველაფერიო. რატო ფული აქვს? ერთი ამბავია ამერიკაში, ხო? კანადა 62 მილიარდი იყო დეფიციტი, რომ დაითვალა ფულები და ახლა გაქცევა უნდა იმ იმას, გესმით? ამ ჩვენ ფინანსთა მინისტრს, ხო? ლაპარაკია და ნახოთ თუ ამ სოფლიოს წამყვან ქვეყნებში და იცოდეთ რომ კანადა არის ძალიან წამყვანი ქვეყანაა, ხო? ნახეთ რა პრობლემები გვაქვს. ამერიკა ყველაზე წამყვან ქვეყანაში, ნახეთ რა პრობლემები არის. ვინ გვეტყვის რომ 4 წელი ეს რასაც ტრამპი იწყებს, ამას მერე გააგრძელებენ. მიტ რამნი ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ფიგურა არის, ხო? ამერიკის პოლიტიკაში იცით კანდიდატი იყო ეგა ძალიან სერიოზული. მან დატოვა უკვე პოლიტიკა გადის, რა თქვა? ყველაფერი რესპუბლიკური პარტია აღარ არსებობს. ეს არის ტრამპი და let's make America great again. ან ამერიკა გავხადოთ, ეს არის მაგათი პროგრამაო. და ვინ მოგცემთ გარანტიას, რომ 4 წელი ეს გაგრძელდება, ხო? ნახეთ, ესე იგი ჩვენ შევდივართ ქაოსურ მდგომარეობაში, ქაოსურ ყოფაში. და აქ ეხლა საქართველოს, აქ როგორც ითქვა, ბუნებრივია საქართველოსზე ყველაზე მეტად დაისახება. იმიტომ რომ აი მე რო ვფიქრობდი ლიდერების არჩევაზეც, აი ქართველი როგორ ირჩევდა ლიდერს, გახსოვთ თქვენ? მართლაც ახლა ბიბლიაშიც არის ეგეთი მიდგომა, ადამიანი ირჩევს, ხო იცი, გარეგნობით, გარეგნული თვისებებით, საულს როგორ ირჩევენ. აი ეგრე იყო ქართველებიც, გესმით? მაგრამ ამას დამატებული ქართველი ყოველთვის სჭირდებოდა დასავლეთზე. გესმით? იყო გარკვეული პერიოდი რუსეთში იმაში რომ ვიყავთ, რუსეთს ვიც მოწონდა, იმას ირჩევდნენ, გესმით? და გაესწორებინათ იმითი. მაგრამ ისე დანარჩენი ხო, როცა ჩვენ გამოვიდეთ, ზვიადი ეგრე იქნა არჩეული. ასევე ეგონათ რომ ზვიადიც აი დასავლეთში გადაირეოდა, ინგლისურად იყიდებოდა მამის წიგნები და ინგლისურად ლაპარაკობდა. აი ეგეთი მიდგომა ჰქონდათ სააკაშვილეს, გახსოვთ ხო? ბიძინა იონაშვილზე რა მითები დადიოდა, გახსოვთ? ნახეთ როგორ იყო არჩეული. ესე იგი თვითყოფადი რო არ არის ერი და დამოკიდებულია და ეს ახლა ფინანსურებზე კი არ არის მარტო დამოკიდებული ხალხო. ფინანსურად კი არა, აი ელემენტარულად ბავში შეიძლება მამის წინიდან რომ გამოვიდეს, ხო იცით მას ჯერ ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობა აკლია. მე ჩემ თავზეც განვიცადე. იცით რა ძნელია დამოუკიდებლად ამასინებზეც იყო ხო ლაპარაკი. იცით რა ძნელია დამოუკიდებლად ჩვენ ღმერთთან იქონია ურთიერთობა და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღო. აი თუნდაც ელემენტარულ საკითხებში. იცით რა რთულია დამოუკიდებლობა? და მით უმეტეს ქვეყნის ხალხო ამ გლობალურ ჯუნგლებში, ნახეთ რა ხდება, ხო?
იმიტომ რომ როგორც არასდროს მთელი ის უნდა გაერკვე რა ხდება ირგვლივ. ამან მომცა მე უფლება მე თქვა რომ როცა ვიგრძენ, ეხლა იგრძნობთ. განა მარტო დაინახავ, რომ ეს კაცი ვეღარ გაართმევდა თავს. აი ამ წაჟე კუკუჯექაობით, რაც ბიძენაიუმაში ნაბიჯები გადავდა, უკვე დაგვიანებულია. სად ბრუნდები? როგორ ბრუნდები? მიშას გაუჭირდა იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც საბჭოურმა სკოლამ მოიმუშაო მასწავლებლობაში. ერთია რომ შენ დაიფინე დემოკრატია, მაგრამ საქმეზე რომ მივიდგა, ესე იგი რა ძალაუფლების განანაწილება. მიშა მოვიდა რეალობა რომ შენ უნდა დათმო ეს პოსტი და უკვე დამთავრდა, ამოიწურა რა შენი ისა. ხედავთ რა ჩაერთო? ანალოგიური ბიძინა როგორ გაართმევდა? კაცმა თქვა რომ ნეპოტიზმით უნდა რა მოხდა მე ნეპოტიზმიო. გახსოვთ ჯაბაიოსელიანის ისინიც მიდგომები დემოკრატიასთან როგორი იყო? ამას ეგონა რომ გადარევდა და უკვე ყველაფერი გაიგო დემოკრატიის. გადახედეთ რა ფორმების ცვლილებებია აქა. არაფერი მდგრადი არ არის ხალხო აქა. და მე როცა დავინახე ესა ხო, მეთქი ეს ვეღარ გაართმევს ამას თავს. და უმალ მიშა მე და მინახე ახალგაზრდებთანაც ურთიერთობაში. მიუხედავ იმისა, რომ მიშა შეიძლება გაპაზორებულია და რაღაცა. მომავლის ტიპის უფრო პოლიტიკოსი ჯერ კიდე მიშა რჩება, ვიდრე ბიძინა. გესმით რატო თქვი მე რომ არ ჩანს სხვა რო დამენახეთ გასაგები აი ლევან ვასაძე მაგალითად რო არ ყოფილიყო რუსული ორიენტაციის ხო შეიძლება ეს კაცი ასარჩევოდა მზად ყოფილიყო ამ იმეებისთვის იმიტომ რომ ნახე რა ინგლისური მასთან სხვათა შორის ის პიროვნება ვისთანაც აქვს მაგას ურთიერთობა ძალიან ისეთი პიროვნება აქვს ამერიკაშიც ხო და გასაგები ენას გამონახავდა მაგრამ მანაც უკვე დადგა უკვე ის თავისი ისა რუსეთთან მიმართებაში ამიტომაც არის ცოტა ეგეც რო ვერ ეწერება და დაცინია ხალხი მაგრამ მე გეუბნებით რომ ახალგაზრდებთან ელემენტარულად რომ გააბა და ხიდი გაბა, აბა ახალგაზრდების არ არის დღეს ცხოვრება? აბა ვისი არის? ვით გიდი და მართოთ, ხო? აი ვინ არიან გარეთ, ვინც ბუნტდება ახლა, ვინც არ შეურიგდა, თუნდაც დავარქოთ ამას ის ელიტარული რაღაცა წინწკლებში. ჩვენ არ ვამბობთ მაგას რომ ელიტარულია. და აი ამას ახლა ბიძინა გაცემს ამ გამოწვევებსგან ბიძინა გაუძლევს უმარ სალომე უფრო ართმევს აი რაც არ უნდა დაცინოთ ხო სალომეს ხო და სალომე ისე ხო მაინც მისი ფსიქოლოგია აი გაზდა მაინც შედარებით მიღებულია ეს პიროვნება ვიდრე ბიძინას აი პიროვნება ბიძინას ახლა ალმასხანის ცნობიერებით კი იცნობდა ქართულ რაღაცა გარკვეულ იმას მაგრამ ის ვერ გაერკვა საზღვარგარეთში რაც ხდებოდა სოფლიოში რაც ხდება გესმით და თუ ამაში ახლა შენ ვერ გაერკვიე მარტო ახლა ფინანსებით იყიდე გაყიდეთ ხედავთ გაიჭედა კიდევაც ეგა გაიჭედა და ეგრე მოუვა ძალიან ბევრს ხო ხო და ახლა სალომეზე რაც არ უნდა თქვა ხო ეს შეიძლება ხელფასები რაღაცები პენსიები მაგრამ მაინც ეს მისი ძმააც და ესენიც მაინც სხვანაირად ესენი არიან ჩინოვნიკები ბიუროკრატები გესმით და ესეთია ზუსტად დასავლური ყოფა მე როცა მუშაობდი აქ იყო სამინისტრო კულტურის სამინისტრო ვიქტორიაში ხო მაშინ ნახე ტიპაჟი რა იყო კანადელი ჩინოვნიკის ტიპაჟი გესმით ესენი არიან ისეთი ხალხი რომ ყველაფერს სარგებლობას აიღებენ რაც არის პენსია რაც არის ხელფასი მაგრამ არანაირად მათ ჭკუაში არ ჯდება გესმით რომ კიდე ბიზნესები და რაღაცები შეერთონ ეგეთი რამე არ არის ბიზნესმენი ქირაობს ამას ცხენის დოღებს რო არჩევთ აი ეს არის ახლა გევინ ნიუსამი რომელიც მზადება და ამ ჩვენმა ლევან ვასაძის ამერიკელმა მეგობარმაც ახსენა. ეს არის ძალიან სერიოზული ძალა, რომელიც მოდის, მაგრამ დროზე ადრე არ გამოიყვანეს ეს კარტი, გესმით? ტრამპთან დასაჭიდებლად. ამას ჭიდება მომზადება საზოგადოებასაც. ასე რომ ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი, როგორიც არის, თუნდაც აი მაკრონი რო იყო, ტრუდო რო იყო, ესენი არიან ახალი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც იქითკენ მიდის სამყარო მოკლედ და ბიძინა ივანიშვილი აქ სად უნდა ჩამჯდარიყო ხალხო უკვე მე თუ მკითხავთ ხო იმანა თქვა ხო მე მგონი ბატონმა პატარო გამოგიზარა მამუკა ხლონტის ჩანაწერი იყო ბორჯომის მოსატანადაც არ გაუშვებს პუტინი ბიძინასო გესმით აი სად უნდა დასვა ეს უფრაზო კარგი შედარება იყო გესმით ისეთი ხიხუარი ერთია რომ ეხლა შენ ჩრდილოვანი რაღაცაში მადგიხარ მე მაგრამ ჩემი საქმე რო წაიღო მე უნდა იყოს შესაფერისი უნდა იყო მე ჩემი ხიხოობა მეყოფა და შენი ხიხოობა მინდა კიდე აი ხიხო ძალიან კარგი ის იყო დროული შემოტანილი ისა ხო ეს ტერმინი რო შემოვიდა და ბატონმა თეოფილემ ერთი თელი ხადაგება მიუძღვრა მაგას ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთან ქართველები თუ ატყობთ ხო მე რო ვთქვი ლიდერის შერჩევაზე რო იყო არანაირად არ უნდა ქართლს რო ჩამორჩენილად გამოჩნდეს აი მე რაც თავი მახსოვს
მე რაც სამახსოვრო თუ გადახედავთ ისტორიულ ანალებსაც და აი ფოტოგრაფიამ რო შემოგვინახა, ხო? როგორ სწორდებოდნენ ყველაზე თანამედროვეზე. ესე არ არის კავკასიელი, ხა. მე ვაკვირდები ინტერვიუსაც მოусვინე, იცით, ხო, წალეკამ, დაღესტნელებმა და ჩეჩნებმა და იცით რა ვიცი, მომწყდა ენა ჯერ მე მარტო ამ მაგათი გვარების წარმოქმნით და შეხედავ ტერორისტებს გვანა რა. ზოგ სტუჩი აქვს მოგრეული, ზოგ თვალი აქვს ამოგდებული, ყურები ისა. ნუ შესახედავ და ქართულს შეხედავ, თუნდაც თოფური აიღე, ხა დოვალიშვილით, თუნდაც ხა ჰაბიტუსით ჯდება ამ თანამედროვე ცხოვრების იმაში, გესმით, თავისი პერფორმანსით, თავისი ეპატაჟური გამოხდა. ესენი არიან, რა ვიცი, ხო გითხარით, კავკასიაში ჩვენ გამორჩეული ერი ვიყავით. მაგრამ როგორ იყო ესა? ყოველთვის უნდა ყოფილიყავით წინა პლანზე. და არ უნდა ყოფილიყავით ჩამორჩენილი. გესმით როგორ იყო მიდგომა? ხო, აი ამ ყველაფერმა როცა მე შევხედე ამას, რატო წამოვიდა ეს ტალღა დღესაც გრძელდება, რა ვიცი, ერთგული გურული ბატონი თეოფილე დარჩა მეთქი ბიძინას და მთელი გურულების მარში იყო. არა მარტო აქ ავსტრალიაშიც მითხე სხვათა შორის, ხო? რატო გურულიც და მეგრელიც და იმერელიც, ხო იცით, არ უნდა რა რომ გამოიყურებდეს რაღაც ჩამორჩენილად. და ვირჩება ხოლმე ხო იცით ამ სამღვდელოებაში და იმაში სულ ეს მთიულები და ხა არ მინდა თვინც ახახართ რამე შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს ეთნიკური თვალსაზრისით მაგრამ მე გეუბნებით რომ წამყვანი აი ვინ იყვნენ წამყვანი ყოველთვის ხო გინდაც მარქსიზმში თუმცა მარქსიზმი იყო თავის დროზე ეს პროგრესული იდეა როცა შემოვიდა საქართველოში და ვინ იყვნენ ფლაგმანში აი ეს ხალხი დასავლეთის საქართველოს დასავლეთი ქართველები რატო და ახალს კახელების კლანი ვის იცავს ისევ ამ იმას ღარიბაშვილს და იმას იმიტომ რომ მათ სხვანაირი შეხედულება ჰქონდათ უფრო მატერი და რაღაცით კმაყოფილებოდნენ მაგრამ როცა ლაპარაკია საქართველოს სახეზე ლიდერზე ვინ წარმომაჩენს მე გესმით ყოველთვის უნდა ქართულს რომ იყოს არ ჩამორჩეს აი რომ მე რომ შევხედავ ქართულს ხო იქ მე მინდა რომ ეს წარმოსახვითი იყოს და გარეგნობასაც დიდ რამეს ანიჭებს როგორ გამოიყურება როგორ იმაშვება და მე მოდის ცნობიერება და აზროვნება და რაღაცეები გესმით როგორია ქართველი და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე მეთქი ხო გითხარით ხლა ბიძინა ძალიან საცურა მდგომარეობაში აღმოჩნდა და მოვიდა დრო ამისი ჩანაცვლების და შეცვლის და გადაბარების და აი დღევანდელი განცხადება სალომესი ესე გაბედულად თქვენ სწორით თქვით ბატონო რომ ვერანაირად ვერ ილაპარაკე და მას რო ზურგი არ უმაგრებდეს. უბრალოდ დასავლეთის მიდგომა არის ძალიან ისეთი რბილი, ნელ-ნელა ნაბიჯებით, ხო? ჯერ ამას გამოგაწნავ, მერე ამას შემოგაწნავ, გესმით? და თუ ჭკუაზე არ მოგები, მერე შეიძლება გავაჩაღო კიდევაც ესეთი სამხედრო კონფლიქტი. მაგრამ თავიდან არის ესეთი ბერკეტებით. აი რა ვაუკეთეს რუსეთსაც. ხო გახსოვთ მე ამაზე ადრეც ბევრი მილაპარაკია, ჩინეთსაც მოვიყვანე მაგალითი სიგარეტები რო გადმოყარეს უფასოდ, შეგაყვარეთ მე ამას, გემოს გაგაგებინებ, ეხლა უცებ ხო არ დაგინიშნავ სანქციებს, ხო? აბა ნახავ, აბა, ჯერ კორუფციას გავაკეთებ და ყველაზე კაი კორუფცია რა არის? კარგი ცხოვრება, მატერია. ნახეთ აი აქაც დასავლეთიდან რო შემოდიან, ყველა ტერორისტს ავიწყება ტერორიზმი კანადაში რო შემოდიან რო იცოდეთ. ესეთი მუსლიმანები გამდიდრებული მე არ მახსოვს. რატო? დააკავე ადამიანები უნივერსიტეტში გაუში შვილები. რა დროს ხაჯია და რა დროს ის არის, ხო? ყველანი აბსოლუტურად მოჯდებიან იმაზე, იმიტომ ყველას უნდა კარგი ცხოვრება. ეს მაგრა იციან ამათმა, გესმით? გარდა რა თქმა უნდა ცოტა ქრისტიანული ადამიანი, ქრისტიან ადამიანს ესე ვერ იმასიზავ, იმიტომ რომ მას ცოცხლად აქვს უკვე ნამდვილად და კიდე ვიღაცა ახლა ფანატიკოსებზე არ ალაპარაკებან. ძირითადი მასა მუსლიმანების გინდა ანიმეებით, აი ესე, ჯერ გაგაგებინებს გემო კაი ცხოვრების, მთელი არაბული სამყარო დაკავებული კაი ცხოვრებით. ვერ ატყობთ მაგათ? მთელი აი გადახედეთ რა ემირატებს და ყველას აბსოლუტურად. არაფერში არ უნდათ რომ ჩამორჩნენ. და საქართველოს გამონაკლისი იქნება მაგასთან. ეს რო იციან, კარგად გემო გაგასინჯინეთ ასევე რუსეთში და ზუსტად აი ამას ელოდებიან და თვითონ ეს გადააგდებს მერე იმ წყობას, გესმით, მაგრამ რუსეთში ეს იწელება ეს პროცესი. და საქართველოს თქვენთვის არ იყოს გამოურთე ერთი აი გამოურთე კრედიტების და კრედიტუნარიანო მე რაც გითხარით ნაციონალურ მოძრაობის დროს რაც მოხდა, ხო? ქვეყანა ცნობილი იქნა კრედიტუნარიანად. ხალხის აყვავებაზე არ იყო ლაპარაკი. კრედიტი გადამხდელობის უნარი როგორც აი აქ. აი აქ ეხლა შენ გინდა რომ ვალები აიღო, თუ კარგი სამსახური გაქვს რაღაცა, მიგიჩნევენ, ხო? თუთ კრედიტის არის სკორი ქვია, ხო? კრედიტის რაღაცა კრიტერიუმი, რომელიც უნდა კონდეს ძლიერი. მე ვახსოვს ახალგაზრდა პიროვნება რო ჩამოვიდა, ახალი ჩამოსული, როგორ გაუხარდა რომ მას მიეცა ესეთი რაღაცა უნარი, რომ მე ისესხებ ფულს. აი საქართველოს ეს მიეცა, თურქმენეთს ეს არ მიეცა, არც სომხეთს არ აქვს ეგეთი, გესმით? და საბანკო სისტემა გაიწყო. და ეს გააკეთებინეს, რომ ყველამ გემო გაუსინჯა ამას. და უცებ ახლა იწყება ამის რაღაცა, აი პატარას გიბწკენენ, გესმით? რა არ უნდა მაგას ჯერ ვიზების რა ქვია გახსნა. პირდაპირ დარტყმა მიაყენა ამ იმებს, როგორც იყო ლაპარაკი. მათ კარგად იციან. ეს შესწავლილია კარგად, ბიჰევიორიზმით, ყველანაირად და თუნდაც აი რომ გადაგიკეტავენ ამ იმეებს.
აი როგორ გამწარდა კადიროვი, როცა თავის ელონ მასკის ისა არალეგალურად იყიდა, ხო? სანქციების გამო. ტყვიავქვრები დააყენა და უცებ გაუთიშეს სატელიტიდან. გამწარდა. ხედავთ როგორია? ხედავთ, იციან მათ. უბრალოდ დროის ამბავი არის. ადრე თუ თქვიან, ჩემი ნაშა იქნები და ჩვენ ხო ვიცით სატანას სამართავი იარაღიც ყოველთვის ეს არის. რა? კარგი ცხოვრება, აქ დედამიწაზე სამოთხის აშენება და ეხლა რელიგია და ისინი ეს არის გახურებე. ლევანოვასაც გადახედეთ. მოტოციკლით რომ მოგრიალდა. მეთქი ეს კაცი უკვე დამთავრებული ამბავი. გახსოვთ ხო? შეხვედრაზე რომ მოვიდა იქ ჰარლი დევიდსონი. ეხლა ეს მიდონა მეთქვა და ხო, გაცრუდა. კეთილი, მადლობა.